უნდა იცოდეთ, რომ ეს ძალები, რაც მე ვთქვი, ეს არ არის ხელწამოსაკრავი. ყველას უნდა გვესმოდეს, ყველა ქართველს უნდა გვესმოდეს. რამდენად არ უნდა გვჯეროდეს, რომ შოთა რუსთაველის გამო დიდიერი ვართ, ან ვაჟა-ფშაველას გამო გენიოსები ვართ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მნიშვნელოვან წილს ჩვენ საზოგადოებაში წარმოადგენს ის ხალხი, რომელიც ქურდულ სამყაროს მიეკუთვნება, მათ გავლენებს ექვემდებარება და მათ სიტყვას აფასებს, ვიდრე საქართველოს კონსტიტუციას. ბევრად უფრო მეტია კიდე, ვინც შაუბნელ რუსულ პროპაგანდას უსმენს ეკლესიის ამბიონებიდან. აი ეგ არის რეალობა. მე პირადად აი ამ ბრძოლაში დამარცხებული ადამიანი ვარ ამ ეტაპამდე. და ჩვენი სახელმწიფოც ასე დამარცხდა ამ ბრძოლაში. მე მეამაყება, როცა ვამბობ, რომ მე მოვედი ჩემი ფეხით და წავდექი ქართული გამსაჯულების წინაშე. მე გავაკეთე, იმიტომ რომ მესმოდა, აი თუნდაც რაც ვთქვი, თუნდაც ქართველების მტრების განადგურება არ არის სრულფასოვანი საქმე, თუ როცა შენი ხალხი რაღაცაში ბრალს გდებს, შენ თუნდაც არ ეკატერები და შენ ამაზე პასუხის გაცემისგან თავს არის. მე ეს ვალიც ბოლომდე მოვიხარ. აბსოლუტურად ყველანაირად ვალმოხილად მივიჩნევ საკუთარ თავს.